დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ყველას გულითადად მოგილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს. ამ ცენტრალურ, ესე რომ ვთქვათ, აღდგომის შემდეგ ყველაზე ცენტრალურ დღესასწაულს. დღესასწაულს არა გახსენებიდან გამომდინარე და მისი ისტორიულობიდან გამომდინარე, მხოლოდ არამედ ადამიანზე და ადამიანის სულის ძალებზე ზემოქმედებაზე. ადამიანი სულიწმინდის გარეშე, აი პირდაპირ გეტყვით, არც მეტი, არც ნაკლები ოდნავ კულტურული ცხოველია. სულიწმინდის მადლის გარეშე ადამიანი ხშირ შემთხვევაში პირუტყვზე უფრო მეტად უარესი შეიძლება იყოს. ისააკ ასური ბრძანებს ასეთ რაღაცას, რომ თუ ადამიანმა დაკარგა საღვთო ხატება, ის აუცილებლად ოდესღაც ჩამოიცლის ადამიანის ნიღაბს და მოგვევლინება პირუტყვის სახით. და საღვთო ხატებას კი ადამიანს ანიჭებს სულიწმინდის მადლი. აი დღევანდელი დღე ზუსტად ამის გახსენება არის, რომ ადამიანი მადლის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს და ამას ჩვენი გული უნდა ადასტურებდეს დღეს. როდესაც მე უღმერთოდ ცხოვრობდი, როდესაც მე არც კი მახსოვდა, რომ და არც კი ვიცოდი, რომ საღვთო მადლის გარეშე ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება უბრალოდ და შეუმდგარია. იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია საღვთო მადლის გარეშე ნამდვილი თავგანწირული სიყვარული, არ შეუძლია ნამდვილი თავგანწირული ერთგულება, ზოგადად თავგანწირვა არ შეუძლია. ადამიანს საღვთო მადლის გარეშე არ შეუძლია ისეთი მოთმინება კონდეს, რომელიც სიხარულს მიანიჭებს. ადამიანს არ შეუძლია, რომ თამდაბალი იყოს და ამით ხარობდეს საღვთო მადლის გარეშე. კი, ჩვენ ყველანი და გარეთაც შეიძლება ღვთის მადლის გარეშე ყოფი ადამიანები, მე რატომღაც ჯერავს, რომ საღვთო მადლი ყველას მაინც იფარავს. ადამიანებს უნდა თუ არ უნდა, იმიტომ რომ აი საღვთო მადლის მოქმედება რო არ იყოს, დღევანდელი კაცობრიობა საკუთარ თავს დიდი ხანის წინ ამოწურავდა და ჩვენ საშინელებას დამართებდით ერთმანეთს და აი საღვთო მადლი გვიფარავს კიდევ და კიდევ ისევ, მაგრამ ადამიანი, რომელიც გაუაზრებლად ცხოვრობს ისე, რომ საღვთო მადლის ესე იგი მძებნელი არ არის და მისი მოხვეჭვის სურვილი არ აქვს, აი ხშირ შემთხვევაში ითმენს კიდეც, ოჯახში შეიძლება მოითმინოს კიდეც, მეგობარს შეიძლება მოუთმინოს, ვიღაცა შეიძლება სათნოებითი საქმეც გაუკეთოს, მაგრამ ერთია ძალიან მთავარი, რომ ადამიანი რომ მოითმენს ხშირად, შემდეგ საკუთარ თავში ბრაზდება, რატომ მოითმინე. ანუ არ გააჩნია ძალა იმისა, რომ ის იცი შინაგანად, ინტუიციურად, რომ მოთმინება კარგია, როდესაც ადამიანი აღასრულებს, მაგრამ ამითი უბედური არის. და როდესაც მიდის, მერე მოდის, შეიძლება ტაძარში იძახის უფალო, რამდენჯერ უნდა მოუთმინო, სუმე ხო არ უნდა მოვითმინო, დავიღალე, აღარ შემიძლია, ცუდად ავარ, გამოვილიე, ანუ შინაგანად დავცარიელდი, სუმე მიწევს ასე ცხოვრება, ანუ მოთმინებაში, თამდაბლობაში, მორჩილებაში და ასე შემდეგ. და ანუ საღვთო სათნოებების აღმასრულებელი ადამიანი თითქოს საღვთო მადლის გარეშე იღლება, ცუდად არის. და აი გადახედეთ ჩვენ ცხოვრებასაც, ჩემო ძმებო და დებო, აი გადახედეთ უბრალოდ ჩვენს ეს გვჭირს. ჩვენ ქრისტესთან ერთად კი ვართ, მოვედით ეკლესიაში, მაგრამ საღვთო მადლის მიღების აი ეს უნარი არ გაგვაჩნია. აი გეტყვით ასეთ რაღაცას, ნახეთ როგორ არის, რა არის საღვთო მადლის მიღება. საღვთო მადლის მიღება ნიშნავს იმას, აი როგორც კელაპტრიდან კელაპტარზე რო ცეცხლს გადაუკიდებ. აი ხა დღეს თქვენ უნდა ეზიაროთ, ხო, უამრავი თქვენთაგანი და ალბათ ყველა თუ რაიმე ობიექტური მიზეზი არა, ყველა ეზიარება თქვენთაგან.
ზიარება ნიშნავს როგორც კელაპტრიდან კელაპტარს სანთელი ცეცხლი გადაუკიდო. ანუ რა ცეცხლიც ენთო ამ კელაპტარზე, ის ცეცხლი ენთება შენში. ანუ ქრისტე ენთება ადამიანის გულში, ანუ აი ეს სიმდაბლე ენთება ადამიანის გულში. ის თვისებები, რომელიც ქრისტეს გააჩნია, ეს ენთება ადამიანის გულში. და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ აი დაუკვირდით ერთ რამეს, რომ რო აინთება ჩვენში ეს ისე იგი ქრისტეს ცხოვრების მიმსგავსების, ანუ ღვთის ხატად ისე იგი დარჩენის სურვილი, აი გასული არ არის ხოლმე ორი ნაბიჯი და ან თუნდაც ეკლესიის გარეთ გავალ თუ არა ადამიანები არა სხვა გვიბერავს და სხვა გვიქრობს ამ სანთელს. ეს კიდე მიღწევა უნდა თუ ადამიანს შენ თვითონ გინდა რომ ენთოს ეს ყველაფერი და სხვამ შეიძლება ეცადოს, ანუ დემონურმა ძალამ და ადამიანებმა შეიძლება ეცადონ რომ ეს კელაპტარი, ეს სანთელი, ეს ცეცხლი, ეს მხურვალება სარწმუნოებისა შენში ჩააქრონ, მაგრამ მე უარეს გეტყვი თქვენ, რომ ჩვენ თვითონვე უბერავთ ამას. ჩვენ თვითონვე არ გვინდა, იმიტომ რომ ეგეთებად დარჩენა არ გვინდა, იმიტომ რომ ეგეთებად რომ დარჩეს ადამიანი, ეგეთად რომ დარჩეს ადამიანი, ხო პირობითად დაიღუპა, რატო? იმიტომ რომ ისევ ისეთი ვეღარასოდეს იქნება. მაგრამ იქ იმ სამყაროში, სადაც გავდივარ, ისეთი როგორიც ვარ, ასეთი უფრო კარგი ვარ, ასეთი უფრო ძლიერი ვარ, ასეთი ავად თუ კარგად მაინც მოვერგე ამ სამყაროს. ვიღაცა პატივს მცემს, ვიღაცას ეშინია ჩემი, რაღაცა ჩემი თვისებების გამო რაღაცა მერიდება, ვიღაცა სურვილი აქვს ჩემთან ურთიერთობისა. მაგრამ აი ეს კელაპტარი თუ ენთება ქრისტიანის, ანუ სულიწმინდი თუ იქნება ადამიანის სავსე და ქრისტეს ისე იგი მსგავსი იქნება წუთის სოფელში გავა, მან იცის ის რომ მას მოუწევს მოთმინება, მას მოუწევს თავმდაბლობა, მას მოუწევს სიკვდილამდე თავგანწირვა. სიკვდილამდე თავგანწირვა მოუწევს თავისი აი ამ იმისთვის, რომ ის ცეცხლი არ ჩაქრეს. სიკვდილსაც კი დადებს. აი ესენი იყვნენ ჩვენი დიდი წმინდანები, რომლებიც განხრთობილ მდგომარეობაში იყვნენ და მათთვის ქრისტესთან დაცილება და ამ კელაპტრის ჩაქრობა, ამ ცეცხლის ჩაქრობა არაფრით არ უნდოდათ და არ სურდათ. ყველაფერს წირავდნენ, საკუთარ პირადს ყველაფერს წირავდნენ, ოღონდაც ეს ცეცხლი არ ჩამქრალიყო და ჩვენ სამწუხაროდ აი მაგდენის შესაძლებლობა არ აგვაქვს, მაგრამ აი იმდენი მაინც არ გვაქვს, რომ აი იმდენი მაინც რომ მისთვის ცოტა მაინც ვიბრძოლოთ. აი ვიბრძოლოთ, რომ ეს ცეცხლი არ ჩაქრეს. და თუ ჩვენ შევეცდებით, რომ აი ეს ცეცხლი აინთოს ჩვენში და ჩვენ მზადყოფნას განუცხადებთ უფალს, რომ უფალო მინდა ამ ცეცხლის ანთება, მადლის მიღება მინდა, აი მაშინ უკვე მაშინ ის თავმდაბლობა, რომელსაც გამოიჩენთ გარეთ, დამიჯერეთ, ეს გაგახარებთ. ვიღაცა რომ რაღაცა სახში გეტყვი, თუნდაც ოჯახში, მხოლოდ ოჯახში პირველ ეტაპზე, სხვაგან არა, შენი ოჯახის წევრი რომ რამეს გეტყვის, შენ მოითმენ და ეს სიხარულს მოგანიჭებს. იმიტომ რომ ქრისტეს გულისათვის გაიმარჯვე და ქრისტეს ნათელი, ანუ ქრისტეს რწმენის სიმხურვალე და ცეცხლი შენში არ ჩააქრობინი არავის. და ეს სიხარული არის ქრისტიანი ადამიანისა და სულიწმინდის მადლის მოსვლა ზუსტად ამაზე დგას. გაიხსენეთ აი დღეს წაკითხულ სახარებაში 11 შეშინებული მოციქული, რომელსაც აი კანკალი გაუდით, ოღონდაც არ ნახონ მისმა მტრებმა, რომ ეძებენ, რომ ისინი უნდა როგორც მათი მოძღვარი, ასევე ესენი უნდა გაანადგურონ. 11 შეშინებული და გარდამოცემით ასე არის, ბევრი კომენტატორი იძახის, რომ 200-მდე იყვნენ სულ ერთიანად აღებული, თავიდან ბოლომდე ერთიანად აღებული 200-მდე ადამიანი იყო, დედებიც, მამებიც, იქვინც იყვნენ, 200 ქრისტიანი იყო, მეტი არავინ. და ყველანი თითქოს აი შეშინებულები იყვნენ და ეშინოდათ, რომ გამოჩენილიყვნენ გარეთ. უდიდესი დღესასწაულია მეერგასის დღესასწაული, როდესაც მოსე ჩამოვიდა მთიდან და ფიქალები ჩამოიტანა და საღვთოს ჯული მიეცა ებრაელთა ერს, ეს არის უდიდესი დღესასწაული და ამ დროს თვითონ ებრაელები, მოციქულები და ეს 200 ადამიანი დამალულები არიან და გარეთაც კი ვერ გამოდიან. წარმოიდგინეთ, როგორი შიში ქონდათ. მაგრამ მოვიყვან ერთ მაგალითს, დაუკვირდით ბაბილონის გოდოლი, გაიხსენეთ,
როდესაც ბაბილონის გოდოლი რატო აშენდა, იცი, წარღვნის მერე ეს მინდა კარგად გავიგოთ, ჩვენ ერს გვეხება უკვე, მთლიანად ერს და ეკლესიას ეხება ძალიან მნიშვნელოვნად ეს. ბაბილონის გოდოლი რითი აშენდა? უფალმა, როდესაც წარღვნის მერე უთხრა ნოეს შვილებსო, წადით სხვადასხვა მიმართულებით და გამრავლდით და დაასახლეთ ქვეყანა, საბოლოო ჯამში რა მოხდა? ნახეთ, აი, დაუკვირდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ისინი ამ ცნებას არ აღასრულებენ. და რატო არ აღასრულებენ, იცით? იმიტომ რომ შიში აქვთ, საფრთხის განცდა აქვთ და ღვთის უნდობლობა აქვთ. იქ რო წავიდე, რამე არ დამემართოს. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა და ამიტომ ნახე იკრიბებიან ერთად და იძახიან. მოდი ახლა ჩვენ ავაშენოთ ისეთი ქალაქი და ეს ქალაქი არის ჩვენი მთელი ცივილიზაცია, გაიხსენ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ. მას მერე კაცობრიობა აშენებს ღმერთის გარეშე ცივილიზაციას. რა არის ბაბილონის გოდოლი? რისი სიმბოლოა? სიმბოლოა იმისი, რომ აშენებენ ყველაზე ძლიერად განვითარებულ, ესე რო ვთქვათ, იმ დროისათვის ყველაზე ძლიერად განვითარებულ ქალაქს, გარშემო შემოარტყავენ ყველაზე ძლიერ გოდოლს რა ქვია, ანუ ისე იგი გალავანს, ყველაზე ძლიერ გალავანს, რომ ვერავინ მომხდური ვერ შეეხოს და აი ამ ერთობით აშენებენ ქალაქის ცენტრში, აშენებენ, ესე რო ვთქვათ, ქალაქის შუაგულში, ანუ ეს ნიშნავს მათი ყველაზე მთავარ სიმბოლოს აშენებენ. რა სიმბოლოა? სიმბოლო ერთად შენებისა, თან ყველა იღებს მონაწილეობას, დიდი თუ პატარა, ყველა იღებს მონაწილეობას, ყველას ესმის ერთმანეთისა, ყველანი აგურს აწვდიან ერთმანეთს, რომ ეს გოდოლი აშენდეს და რა გოდოლია? ეს გოდოლი რისი სიმბოლო არის? სიმბოლო ადამიანის სიდიადისა და ღმერთთან ბრძოლისა და გამარჯვების, ანუ ღმერთის დავიწყების. აი ამ გოდოლს აშენებს მთელი კაცობრიობა მას მერე მოყოლებული, ანუ ნაწილი კაცობრიობისა და დიდი ნაწილი კაცობრიობისა. და როგორც იმ დროს უფალმა ჩავიდა და თქვა, აბა ერთი ვნახო, ეს ადამიანები რას აშენებენ. და ეხლა განაუფალმა არ იცოდა რას აშენებდნენ, მაგრამ ეს ჩვენთვის რო ყოფილიყო გასაგები ოდესღაც უფალი მოდის და თქვა საქართველოზე, ეს ქართველები რას აშენებენ ერთი თავის სახელმწიფოში, რას აკეთებენ? და როდესაც მოვიდა ბაბილონის გოდოლთან, ანუ ბაბილონში, როდესაც მოვიდა უფალი და მივიდა და ნახა რასაც აკეთებდნენ, მისვლამ რა გააკეთა? ანუ მადლის მისვლამ, უფალი დასანგრევად კი არ მივიდა, არამედ ისააკ ასური ამბობს ისევ და ისევ ესეთ რაღაცას, რომ ჯოჯოხეთში ადამიანებიო, საღვთო სიყვარულის მათრახით იტანჯებიან. ანუ ღმერთის სიყვარულია და ღმერთის სიყვარული რო არის და მიუხედავად იმისა, რომ მე ესეთი ვარ და სიყვარულით მეკცევა, სიყვარული და ჩემი სიძულვილი მის მიმართ, როდესაც ეჯახება ერთმანეთს, ადამიანი ამ დროს იტანჯება. ჯოჯოხეთში ადამიანები დაიტანჯებიან რის გამო? იცი, ღმერთს უყვართ ისინი, მაგრამ ისინი ღმერთისგან ზურგშექცეულები არიან და სამუდამოდ, როდესაც მათ უარი თქვეს ღმერთზე, იქაც უარმყოფელები არიან ღმერთისა. მაგრამ როგორია ვიღაცას რო ეჯავრებოდე, კიდე გექნება განცდა, მაგრამ მას უყვარ ხარ. ადამიანებში წარმოიდგინე, ადამიანს უკეთებ რაღაცას, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ რას არ გააკეთებ, ადამიანი ოღონდ შეზიზღდე ადამიანს, მაგრამ მას მაინც უყვარ ხარ. რატო უყვარ ხარ? იმიტომ რომ მისი გულის მდგომარეობაა, შეუძლებელია, იმიტომ რომ მას სიძულვილი არ გააჩნია. და ხშირად ამ ადამიანთან შეხვედრა არ გინდა, იმიტომ რომ გინდა რომ მასაც ზულდე. შენ არ გიყვარს ის ადამიანი და მასაც უნდა შეზულდე, რომ ეს ურთიერთობა დაიმსხვრეს ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ შენ როდესაც მიდიხარ მასთან და შეხვდები მასთან, იმ ადამიანის თვალები მოსიყვარულე თვალებით გიყურებს და ზათ არის ყველაფერი გაპატიოს მანამდე არსებული, რომ ისევ გააგრძელო ურთიერთობა და ადამიანი გიждები ამაზე. ადამიანი წყობილებიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება და ეს იყო, როგორც ბაბილონის გოდოლში უფალი ჩავიდა და ამგვარი სიყვარულით ბაბილონის გოდოლი დაინგრა.
ენანი შეურივნა, იმიტომ რომ ამ სიყვარულმა მთლიანად გაუგებარი გახადა ადამიანების მიმართ ურთიერთობა. ანუ უფალი ჩავიდა და ადამიანები მანამდე რომ კარგად ესმოდათ ერთმანეთისა, გოდოლსაც კი აშენებდა, დიდს თუ პატარას კარგად ესმოდათ ერთმანეთისა, ღვთის მადლი ჩამოვიდა თუ არა, მათ ვეღარ უგებდნენ, აერიათ, მთელი ენებიც კი აერიათ, ენებში არ იგულისხმოთ უბრალოდ სალაპარაკო ენა. ეს იყო გაუგებარი გახდნენ ერთმანეთისთვის. და აბა წამოვიდეთ ახლა აქეთ, რა არის სულთმოფენობა? სულთმოფენობი იქა ესეთი ძლიერი ადამიანები ღმერთისკენ, ისე იგი ღმერთის მებრძოლი ადამიანები იქ მოკლედ ამას აშენებენ და ღმერთს ებრძვიან და ინგრევა მათი ყველაფერი, მათი მთელი ცივილიზაცია ინგრევა. ღვთის მადლით, რაც საღვთო მადლთან და სიყვარულთან არ არის, რაც არ უნდა დიდი იყოს იმპერიები, გადახედეთ, იმპერიები გაქრა. რო ეგონათ, ვის ეგონათ უღმერთობაზე აგებული რომელიმე იმპერია გადარჩებოდა, ვის ეგონათ აი უფროსი ადამიანებით გეხართ აქ თაობები, რომელთაც დიდი ხანი იცხოვრეთ, თქვენი მთელი შეგნებული ისე იგი ცხოვრების ნაწილი კომუნიზმში იცხოვრეთ, კომუნისტურ ათეისტურ წყობილებაში, ვის გეგონათ, როდისმე ეგ სისტემა დაინგრეოდა, მაგრამ მაინც დაინგრა, რატო დაინგრა? ძლიერი იყო თითქოს, ხო? ანუ ისე იგი რკინის ხელზე იყო აგებული, მაგრამ დაინგრა, რატო დაინგრა? იმიტომ რომ იმ სისტემის შიგნით იყო ღვთის მებრძოლთა კავშირი, ანუ ბაბილონის გოდოლის მაშენებელთა მოკლედ კავშირი იყო შიგნით. ამიტომ ის რაც ღმერთის საწინააღმდეგო და ღმერთის წინააღმდეგობა რას ნიშნავს? როგორც პიროვნულს ნიშნავს, რა არის ღმერთს როგორ უნდა შეეწინააღმდეგო? ჭიანჭველა რო ხარ. ის ყოვლადძლიერია, galaktikების შემოქმედია, ის შენ ჭიანჭველა როგორ უნდა ისე იგი რაღაცა შეეჯიბრო, ან ის უარყო, ან რაღაცა ისე იგი მასთან რამე კონფრონტაციაში შეხვიდე რა? აქ რა ხდება? ერთადერთი რამე შეგიძლია შენ თვითონ. შენი ცხოვრო უღმერთოდ. ღვთის მცნებები უგულებელყო და თქვა მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. ეს არის, როდესაც ადამიანი ობიექტურ სიმართლეს უარყოფს. ღმერთის მიერ მოცემული მცნებები ეს არის ჩვენი კაცობრიობის ყველაზე საუკეთესო ცხოვრების საშუალება. ანუ ისე იგი საღვთო მცნების არ დაცვა ადამიანებს შორის აუცილებლად დაძაბულობას ქმნის. აუცილებლად უღმერთობაზე შექმნილი ნებისმიერი კავშირი, ეს კავშირი არა მხოლოდ მთლიან რაღაცა დიდ კავშირებს არის, არამედ ადამიანთა შორის შექმნილი კავშირიც აუცილებლად საბოლოო ჯამში პრობლემა ჩდება და აუცილებლად მოკლედ ცილდება, ან კიდე ბედნიერი არ არის ადამიანი, როცა ამის გარეშე არის. ამიტომ წარმოიდგინეთ, იქ ესეთი ძლიერი ხალხი, აქ კი შეშინებული, დღევანდელი დღესასწაული რა არის, მოციქულების ხედან შეშინებულები და ღმერთი მოდის. ბაბილონის გოდოლშიც მივიდა, მაგრამ გააცამტვერა ყველაფერი. ანუ ადამიანური ეს სიძლიერე და სიდიადე მიწასთან გასწორდა. თავიდან ბოლომდე ამპარტავნება, ეგოიზმი, მე ვარ და ჩემი ნაბადი ბოლომდე მიწასთან გასწორდა, გაიშალა კაცობრიობა, ისე იგი დაიშალა იქიდან, ყველგან თავიდან ნოესთვის მიცემული მცნება მაშინ აღსრულდა. გაიშალა კაცობრიობა, გაიქცა ბაბილონის გოდოლიდან და დაასახლდა სხვადასხვა ადგილებზე. მაგრამ აი, როდესაც სულიწმინდის მადლი გადმოდის, ეს 11 მოციქული და მით უმეტეს პეტრე, რომელიც ისე იგი ყველაზე ის გამოიჩინა რაღაცა ესე რო ვთქვათ, სიმხდალე გამოიჩინა, როგორი გამოდის აივანზე და რა ქადაგებას იძახის, რა რიშიში ისე ძალას იკრებს, რომ 3000 ადამიანი ესე უსმენენ, პეტრეს უსმენენ და იძახიან, რა ხდება ეს? შემწინააღმდეგებელიც კი არავინ არ არის. სიტყვის მიმგებიც კი არ არის, ისინი ვინც პეტრეს ეძებდნენ, რომ უნდა სადაც დაინახავდნენ, უნდა შეეპყრათ და მოეკლათ, ესე აივანზე დგას და სახალხოდ ქადაგებს. და იქ არის ნასაუბრები, რომ ყველას თავისი ესმოდაო. და რას ნიშნავს ეს? ეს არის ის, როგორ გითხრათ, იცით, ამას წინათ ერთ-ერთი ადამიანი მეუნებოდა, რომ ათონზე თურმე ორი მონაზონი იჯდა გვერდი და თვითონ ლოცულობდნენ. იესოს ლოცვას ლოცულობდნენ. და რო წამოდგნენ, გააგრძელეს საუბარი, როგორც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ანუ შინაგანად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
და ორივე მიცოდა ეს რას ეუნებოდა, ის რას ეუნებოდა. ნუ ეს ძალიან ღრმა არის და როგორ მინდა ეს გესმოდეთ უბრალოდ და არ იყოს თქვენთვის რაღაცა სასწაულის დონე, ეს სასწაული არ არის. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა. აი, ამიტომაც არის ეკლესია არის გვაერთიანებს, ერთი ბარძიმი გვაერთიანებს, აი სხვა კონტინენტზე რო ვიღაცა მართლმადიდებელი შეიძლება სული წმინდიდან გამომდინარე ერთნი გახდნენ ადამიანები და აი ეს რაღაცა ერთობა შედგეს. და აი ეს ერთობა დგება. აი ეს მოკლედ ისე იგი ადამიანები, რომლებიც მშიშრები არიან, აი ესეთ მოკლედ ძალას იკრებენ. აი ეს არის ეკლესიის დაბადების დღე. აი ეს არის ჩვენ მათი მემკვიდრეები ვართ. აი დღეს ვინც აგვდგევართ, აი ან ვართ ბაბილონის გოდოლის მაშენებლები, რომელსაც უღმერთოდ ვაშენებ. ჩვენ თავში პირველ რიგში ადამიანმა ეს გოდოლიც და სულიწმინდის მადლის ტაძარიც ორივე თვითონ უნდა ააშენოს პირველ რიგში საკუთარ გულში. გარეთ კი არა, გარეთ მერე გამოდის. კოკასაშინა რაც ადგას იგივე წარმოდინდების, ანუ ჯერ ჩემ გულში ვაშენებ, ან უღმერთოდ ვაშენებ ბაბილონის გოდოლს, ან კიდე ღმერთთან ერთად ვაშენებ სულიწმინდის ტაძარს. აი ეს დღესასწაულია დღეს. და უნდა ჩავიხედოთ ყველამ საკუთარ გულში, რომ რას ვაშენებთ, რეალურად ოღონდ რა მინდა კარგია, მაგრამ რა არის აშენებული ჩვენ გულში რა შენობა დგას, რომელი შენობა დგას და გარკვეულწილად მიხვდებით, რომ შეიძლება არ არის ის შენობა, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დიდი შეიძლება სურვილის მიუხედავად და აი ეს ცეცხლი, რომელიც შეგვაქვს ჩვენ, აი ეს მადლისმიერი ცეცხლი, რომელიც ზიარებით და ეკლესიაში ყოფნით გვაქვს, იმ გოდოლში არანთია. და გეტყვით ერთ რამეს, აი ახლა მნიშვნელოვან ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე გადავედით, ეს არსობრივად გითხარით და ახლა სულიერ მდგომარეობაზე შინაგან. საწყისი საეკლესიო ცხოვრებისა რა არის? ღმერთი როგორც სინათლე და ცეცხლი, როდესაც შემოდის ადამიანის გულში, ორი რამე უნდა დაახვედროს ადამიანმა შიგნით. თუ კი უნდა მას, რომ ეს ბაბილონის გოდოლი დაინგრეს, ანუ ჩემგან აშენებული, უღმერთოდ აშენებული ბაბილონის გოდოლი დაინგრეს და შემდეგ სულიწმინდის ტაძარი აღშენდეს. რა უნდა გააკეთო ადამიანმა? რით იწყება ქრისტიანობა? ორი რამით გაიხსენ, ჩაიხედეთ საკუთარ გულში. ეს ორი რამე თუ არ გაგვაჩნია, მაშინ ვიცოდეთო ჩვენ ჯერ კიდე დაწყებულიც არა გვაქვს ქრისტიანობა. რა არის ეს ორი რამე? ეს არის თავმდაბლობა და ეს არის მორჩილება. ანუ ადამიანს საკუთარი ძალით უნდა შეეძლოს უთხრას ღმერთს, ჯერ ჩემი ძალით. მერე მოდის ღმერთი, რომელიც ამ თავმდაბლობას ისი აკურთხებსო, თავმდაბალი რო არ მიხარია, მაგრამ იქამდე სანამ თავმდაბლობას ვიჩენ, მე არ მიხარია, იმიტომ რომ ამ თავმდაბლობის გამო ცუდად ყოფნას განვიცდი. იმიტომ რომ მე რო თავი დავიმდაბლე ვიღაცამ ჩამარტყა რაღაცა, მე რო თავი დავიმდაბლე და მე რო მორჩილება გამოთხი, ამის გამო ტკივილი მომადგა და რა ტკივილი მომადგა? წარმოიდგინე შენობა რო ააშენე დიდი და იცი რომ დასანგრევია და ფიქრობ, ვაიმე, ესა უნდა დავანგრიო. და გონებაში რა არის? არ დავანგრევ, მოდი რა. და გონებაში დამორჩილდი ახლა, უფალმა გითხრა რომ ეგ დასანგრევი, ეგ შენ უნდა გადაწყვიტო. ის რომ გადაწყვიტო რომ ეს შენობა რაც ააშენე, ბაბილონის გოდოლი უღმერთოდ, შენი ცხოვრება რაც აშენე, ეს არის დასანგრევი. ეს ამაში მორჩილება და თავმდაბლობა თუ არ გაქვს ადამიანს, მაშინ ქრისტიანობა არ იწყება და ნახეთ რა ხდება ამ შემთხვევაში. რა გვაქვს ჩვენ? გუშინ ვისაუბრე და მინდა ახლა ბევრნი ხარ და კიდე გითხრათ ეს. ადამიანს უნდა იყოს ბედნიერი. აი სიხარულის გარეშე ადამიანს არ შეუძლია. ჩვენ ესეთებად შექონა ღმერთმა, იმიტომ რომ სამოთხეში ჩვენ ბედნიერება, სიხარული, ყველაფერი ღმერთთან ყოფნით უნდა განგვეცადა, მაგრამ ღმერთს მოვწყდი და ვთქვი, ამის ალტერნატივას შევქმნი, მე ვიქნები ბედნიერიც, გახარებულიც და ყველაფერი მექნება. ანუ ავაშენე ბაბილონის გოდოლს, რომელშიც სიხარული მექნება. და მთელი ეს ჩემი ცხოვრება ვაშენებ რას და მიჯაჭული ვარ. რაზე ვარ მიჯაჭული? რითი მივიღო ბედნიერება? მინდა ანუ ვიცი რაღაცა ცოდვას ჩავდივარ, ამას ჩავდივარ, იმიტომ ცოდვა ხო სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. ამას ჩავდივარ, იმას ჩავდივარ. გუშინ მოვიყვანა ეს მაგალითი და დღესაც გეტყვით. ადამიანი უბედურია, აი ესე იგი რო დარჩება საკუთარ თავთან საშინელებას განიცდის, მაგრამ აბა დალევს ადამიანი, კარგად დალევს და მერე ნახე. ყველაფერი მოდის, ანუ თითქოს წყნარდება, ავიწყდება ისე იგი წარსული, რაღაცა უფრო რაღაც სხვანაირი ხდება, რაღაც, ანუ ნახეთ როგორ არის.
და ნახა ადამიანმა რომ ესე შეიძლება და იწყებს ვიღაცა ნარკოტიკს იყენებს ვიღაცა მოკლედ აზარტულ თამაშებში შედის ვიღაცა მარტო ეს კი არა სიამოვნებას განიცდის აი სიამოვნებას არის მიჯაჭული რომ აი ეს სიამოვნება თუ არ მიიღო ვიღაცა როგორ სიამოვნებას იცი რომ ძალაუფლების გამოვლენისა გუშინას თქვი აი გიждდება ადამიანი აი ცუდად ხდება თუ ერთ დღეს მაინც ვინმეს რამე არ უბრძანა და რამე არ გააკეთა ცუდად გახდება თუ მე ხლა ვინმეს არ უთხარი რომ ეს გააკეთე ცუდად ხდება ადამიანი მე თუ ისე იგი არიან ადამიანები მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს სამწუხაროდ მათთვის სამწუხაროდ მე მიყვარს ის ადამიანები მაგრამ ყოველ დღე საკუთარ ტელეფონში ნახულობენ ბანკის სიმას რა ქვია ანგარიშს რომ რამე არ მოაკლდეს ანუ ფული თუ არ შეემატა 5 ლარი მაინც 10 ლარი ამ იმას ცუდად არიან ანუ ფულზეა მიჯაჭული ადამიანი და თუ მას რაღაცა არ დაამატა ცუდად ხდება და ნახეთ როგორ რაღაცა ეს გოდოლი გაქვს აშენებული ადამიანს და მოდიხარ ეკლესიაში ქრისტესთან და უფალი ყურში გეუნება ესე რა აი ეგ სიამოვნებები რაც რისიკეთებაც გსიამოვნებს შენ ამ ძალაუფლებასთან ფულთან და ასე შემდეგ მოკლედ რაც აშენებული გვაქვს მიიღე გადაწყვეტილება მე არ ჩავერევი მე არ დაგინგრევ მე არ მოვალ იმიტომ რომ თავისუფალ ნებაში არ ჩავერევი შენ თვითონ მიიღე დამდაბლდი და შენ თვითონ დამორჩილდი ჩემს სიტყვას და შენ თვითონ მიიღე გადაწყვეტილება რომ ეგ შენობა დაანგრიო აი ეს შენობის დანგრევაა საშინელება და აი ჩვენ ახლა ესე ვართ მოვდივართ ეკლესიაში და ადამიანი იძახისო მამაო აი უფალს ეუნება მამა ორაშუაში უფალო არ შეიძლება დავიტოვო ეგა და ღმერთი გეუნება თუ მაგისგან არ განთავისუფლდი ახალს ვერ და ანუ მან და ჩემი ცეცხლი არ ინთება უნდა მოშალო ეკედელი ჩამოშალე გოდოლი კიდე ჩამოშალე რომ ცეცხლი ნელ-ნელა მოვიდეს და აინთოს არ და ადამიანს ყველა ის აგური რომელიც ამ გოდოლზე აქვს დადებული ხო ამაში მთელი ენერგია მთელი ძალები მთელი თავისი ცხოვრება წარმოიდგინე ხა 70 წლის ადამიანს რო ეუნები ამას უნდა შეცვალოს რომელმაც 70 წელი გოდოლი აშენა რანაირად გინდა რომ ისა დაანგრიოს და არც დრო რჩება ამისი აღარც სურვილია ხშირად ადამიანს ამისი და ამიტოა ძნელი და დღეს აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ რომ რას ვაშენებთ და რა ძნელია იცით აი ერთი აგურის თუნდაც მოცლა რომელიც იმდენი ძალის ხმევა დაგიჯდა შენ რომ ეს აგური დაგედო იქა გეუნება აიღე აგური ასაღებია და ესე ხელი გაქვს მოკიდული ამ აგურზე ავიღო არ ავიღო და აი აქ არის წეღა რაც გითხარით მორჩილება და თამდაბლობა თუ ეს არა გაქვს მაგას ვერ გააკეთებ და ამიტომ ჩვენ არც მორჩილება გვაქვს არც თამდაბლობა და სამწუხაროდ აი მინდა ვთქვა რომ სამწუხაროა ჩვენთვის ჩემ თავზე გეტყვით რომ სამწუხაროა რომ ის გოდოლი ისევ ჩემშია ის გოდოლი ისევ ადამიანშია იმის დანგრევა არ გინდა და ამიტომ ეძალავები ღმერთსო გეხვეწებით ეს ცეცხლი ამ გოდოლში აანთე და უფალი კიდე გეუნება რა ვქნა არ შეიძლება რაი საერთო არს სინათლესა და სიბნელეს შორის რა საერთო არს სიკეთესა და ბოროტებას შორის რა საერთო არს სიყვარულსა და სიძულვილს შორის არ შეიძლება სიყვარულის ლამპარი და ცეცხლი ენთოს იქ სადაც ბაბილონის გოდოლია სადაც ეგოიზმია სადაც ამპარტავნებაა და სადაც საკუთარ თავზე შეყვარება და საკუთარ თავზე ფიქრია მხოლოდ და მხოლოდ იქ არ ინთება აი ეს მოკლედ ლამპარი ეს ცეცხლი რომელიც მოკლედ ჩვენში უნდა იზრდებოდეს ჩვენ დღეს ძალიან ცუდი ტენდენცია ვიტყვი ძალიან მოკლედ ახლა რომ ძალიან დიდად გალაშქრება მოხდა სასულიერო პირებზე, მოკლედ რაღაცა ისე რომ თითქოს მღვდლობაც და ისიც მოკლედ არ არის გარკვეულწილად საჭირო. მე არავის არ ვეხები, მე ისე იგი ესე ვთვლი ხოლმე რაღაცას, ეხა გაგაცინებ ცოტასო. როგორ უდგები ამ საკითხსო? ერთხელ ერთმა თითქოს ესე ჭკვიანმა ინტელექტუალმა ადამიანმა ერთ-ერთ გამოცდილ და ჭკვიან სასულიერო პირს კითხა.
გახსოვთ თქვენ წიგნი იყო ესეთი ჰარი პოტერი, ხო გახსოვთ და მოკლედ რაღაცა რომ შემოვიდა ეს წიგნი, მოკლედ რაღაცა მთელი ისო ეს რაღაცა იმისია, ისე იგი ეს დემონური ძალების ზემოქმედა, მოკლედ რაღაცა, ხო, ახალი რომ შემოდის გასაგებია რაღაცას შეფასება ადამიანებისა იწყება და გასაგებია და ერთხელ ეს ინტელექტუალი მივიდა ამ ერთ-ერთ გამოცდის სასულიერო პირთან და ეუბნება რომ რას ფიქრობსო ეკლესიაო ჰარი პოტერის შესახებაო და საოცარი პასუხი გას. დიდი პატივია ჰარი პოტერისთვის, რომ ეკლესია მაგაზე ფიქრობდეს. ხო და მე ზოგადად ასე უდგები ხოლმე საკითხს, ხშირად ადამიანებს უნდა რომ ის ძალები, რომელიც ეკლესიას გააჩნია და ზოგადად ადამიანს გააჩნია, ეს შეგნებულად ხდება, რომ მიმართო იმ მიმართულებით, რომ მე აღარ დაგჭეს ეს ძალები იმ მიმართულებით მიმართო, რომელიც შენი პირადი სულის ცხონებისთვის არის და ადამიანებისთვის მოკლედ არის დასახმარებელი და გადასარჩენი. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ სამღვდელო მსახურება ჩემნაირი უღირსისა არა, ზოგადად იცოდეთ, ანუ ცუდი ექიმის გამო მედიცინას არავინ არ უარყოფს, თქვენ ხო მეთანხმებით. თქვენ მიდიხარ და ნახულობთ ისეთ კარგ, როცა გტკივათ რამე, მიდიხართ ისეთ კარგ ექიმთან მიდიხართ, რომელიც კარგად ფლობს მედიცინას, როგორც მეცნიერებას. ასევე სულიწმინდის მადლი, ანუ ღვთისმეტყველება, ესე რომ ვთქვათ, ოღონდ სიღრმისეული გაგებით, ინტელექტუალური ღვთისმეტყველება კი არა, მხოლოდ რომ ისა ბიბლია ვიცი თავიდან ბოლომდე. მინდა გითხრათ, მამები პირდაპირ ამბობენ, რომ დემონს, ანუ ეშმაკმა ეს განსხვავებით ადამიანისგან თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის იმის სახარების ტექსტი, იმისთვის რომ გამოიყენოს ისევ და ისევ, ისე იგი ადამიანის წასაქცევად, ანუ გასაუკუღმართებლად. ამიტომ ვიღაცის ინტელექტუალური ცოდნა რომ რაღაცა ზეპირად იცის, ეს არ ნიშნავს კიდევ იმას, რომ ღვთისმეტყველი ადამიანი და საღვთო სული, ანუ სულიწმინდის მადლი არის მასში. ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა არის, რომ სამღვდელო მსახურება იცით რა არის. იგივე მსახურება რა მსახურება ძველ აღთქმაში ქონდა წინასწარმეტყველებს, ერთი სულიწმინდა. იგივე რაც მოციქულებში იყო, იგივე რაც მოციქულთა ხელდასხმით იყო, ანუ იმიტომ რომ ხელდასხმა ხდებოდა ის მოციქულთა მოწაფეებში, მათ მოწაფეებში და ეს სული არის ცოცხალი, ეს გარდამოცემის სული არის ცოცხალი. გარდამოცემა ეგ არის, ანუ გარდამოცემა არის, აი გახსოვდეთ სამი რაღაცისგან შედგება, რისი გარდამოცემა, რას ვიღებ ჩვენ, გამოეცხადა სულიწმინდა, გამოგვეცხადა ადამიანებთან მოვიდა, შეიმეცნეს, ანუ უფრო სწორედ, ანუ დაიმკვიდრეს, დამკვიდრდა ადამიანების შინაგანში, მოციქულებში და მას მერე გადაეცემა მემკვიდრეობითად, პირობითად, რა გადაეცემა? რა არის? ეს გამოცხადება გადაეცემა, უკვე გარდამოცემაშია და რაშია? სამნაწილედი არის ეს. ადამიანის ცხოვრება, განწმენდა, განათლება და განხრთობა. აი ამ სამ ნაწილედის როგორ განვიწმინდოთ, როგორ გავნათლდეთ და როგორ განვიღმრთოთ, აი ეს გამოცდილებაა და სამღვდელო პირი არის, ანუ მღვდლის მსახურება, ჩემი როგორც სამღვდელო პირის მსახურება, სხვა არის მე პირადად შემიძლია თუ არა იმას სათანადოდ აღვასრულებდე, ეს კიდე სხვა არის, მაგრამ ის რისთვისაც მე მოწოდებული ვარ, ანუ წირვის დროს და ჩემი მსახურების დროს რა საოცრად იხსნება უფალი შენს, ანუ იმ ლოგოს როგორ შედიხარ, როგორ შინაარსებში შედის, ოღონდ კეთილად მომსახურე სასულიერო პირი, ყველა კი არა. ყველა არა. ყველა ვერა, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება მათ შორის სასულიერო პირი ჯერ კიდე განწმენდის მდგომარეობაში იყოს, ეს სამწუხაროა, მაგრამ ესეც ხდება. შეიძლება იმ სასულიერო პირს ჯერ კიდევ ის გოდოლი დანგრეული არ აქვს, ჯერ კიდე იმ წუთისოფელს ეპოტინება, ჯერ კიდე მისთვისაც ფული, ძალაუფლება და რაღაცა ჯერ კიდე მის გარეშე არ შეუძლია რომ გაძლოს, ამიტომ მის მსახურებას ის საღვთო ლოგოსები, ანუ ღმერთი მის გულში თუ გოდოლია ცეცხლს ვერ ანთებს და ამიტომ ის ცეცხლი, რომელიც ჩემს გულში უნდა ენთოს, როგორც ქრისტესაგან მიღებული და მე ამითი მე უნდა შევძლო თქვენი გულები ავანთო. ეს შეიძლება არ მქონდეს და ამიტომ თუ კი სასულიერო პირს ვიღაცა შეიძლება 2, 3, 4, 10, ანუ 12-დან 1 იუდა იყო, ანუ ყოველთვის იყო და არის, გადახედეთ ეკლესიის ისტორიას, ამიტომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ანუ სამღვდელო მსახურების სიდიადეს უგულებელყოფა მოხდეს. სამღვდელო მსახურება არის
აი განათლების მინიმუმ განათლების მდგომარეობაში და მერე მას პერსპექტივაში მოაქვს უკვე რა მოაქვს განხრთობის მდგომარეობა საოცარი არის და ამიტომ აი მინდა იცოდეთ რომ ჩვენ ეს განსაცდელი თუნდაც რაც გვეწვია ჩვენ უნდა ამან აღგზრას იმისკენ რომ სამღვდელოებამ უფრო სიღრმისეულად ჩავიდეთ ჩვენ იმ საღვთო მსახურებაში იმ ლოგოსებში რომელიც ეხსნება ადამიანი ესე იგი მღვდელს როგორც სასულიერო პირს როგორც სამღვდელო მსახურს ერთხელ დიაკონი რო ვიყავი ძალიან თავხედი ვიყავი 10 წელიწად ნახევარი ვიყავი დიაკონი და ну მოკლედ რაღაც ეს დიაკონობა გამომდიოდა რაღაც სამსახურება შემეძლო მე დავითნეობა კარგად ну მოკლედ კარგად რაღაც როგორც გარეგნულად როცა მეუნებოდნენ კარგად გამომდიოდა და ამის გამო ვიყავი ძალიან ამპარტავანი და თავხედი რასაც ქვია თავხედი ვიყავი და ერთხელ ну მოკლედ იქ სასულიერო პირეს მიუთითებდი ხოლმე ესე გააკეთე ისე გააკეთე რაღაცა და ხან ისე იგი მიწევდა ხო გადავამეტებდი იმიტომ გამოუცდელი ადამიანი ხა 30 წლისაც არ ვიყავი ჯერ ხო გეუნებით გოდოლი დანგრეული არისო არანაირი ჯერ კიდე პატივმოყვარეობა სხვადასხვა რაღაცა ვნებები ისინი ჯერ კიდე კარგად იყო ჩემში გამჟდარი მეგონა ვადა იმაში ვაზავებდი ესეც მქონოდა და თან სამღვდელო პირიცა ყოფილიყავი აი ეს შეზავებას მე ვცდილობდი და ამიტომ გეუნებით რაც არის ეს ხო და ერთხელ საოცარი იყო ესეთი რამე რომ რაღაცას ესე სასულიერო პირი ან მღვდელზე ვიძახი რაღაცას და ერთ-ერთი სასულიერო პირი მოვიდა და მითხრა ასეთი რამე რომ მამაო სამღვდელო მსახურებაზე ნუ საუბრობ ესეო იმიტომ რომ სამღვდელო მსახურებას გაუგებ მხოლოდ მაშინ როდესაც გახდები მღვდელი ეხლა მე ეს ინტელექტუალურად ხო წიგნები წაკითხული და რაღაცა და ვეუნებ ჩემ თავში ვფიქრობ ხო ნუ თავი კი დავხარე მაგრამ ჩემ თავში ვფიქრობ მე რა ას ვერ გავიგებ აჰა სახეზია დევს ყველაფერი და წაიკითხე რა ვერ უნდა გაიგო რაღაცა და მაინც დავრჩი ჩემ აზრში რაღაც იმაში აი დღეს ვიხსენებ იმას ნუ შარშანწი რაღაცას რომ საერთოდ განსხვავებულია და განსხვავებული იმითი კი არ არის რომ მე გავხდი განსხვავებული პირობითად ხო? Თუ ღმერთი მოდის, ანუ პოტენცია იზრდება, ხელდასხმით, რომელიც მღვდელმთავარი ხელს ასხავს სასულიერო პირს, ისეთი სულიწმიდის მადლის, ანუ სიღრმე ისეო, რომ ღმერთი ჭარბად ურთია, ანუ შენ გაქვს საშუალება საოცრად გარდაისახო, ანუ შეიცვალო, რომ ღმერთი უფრო ახლო მოვიდეს. დღეს მე ვეტყვი ნებისმიერ ადამიანს, იმ ადამიანს, ვინც მღვდლობაზე იძახის რამეს, გთხოვთ ძალიან, ნუ უყურებთ სამღვდელო პირის გარეგნულ მსახურებას. ანუ რამე თქვა, რამე ვერა თქვა, ლამაზად იძახის კვერექსა, ვერ იძახის ანუ შეხედეთ ერთ რამეს. ანთია თუ არა მასში ქრისტეს ცეცხლი. და თუ ის ქრისტეს ცეცხლი მასში ანთია, მაშინ თქვენ შეძლებთ მისგან თქვენი კელაპტარი გადაუგიდეთ. მაგრამ თუ არ ანთია ეს ცეცხლი, ხო მერე გიწევს ადამიანს, რომ უკვე თვითონ ქრისტესაგან აანთო ეს კელაპტარი. ამიტომ ნახეთ როგორ არის სასულიერო პირი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ის ბილიკები და ის გზა, რომელიც ბაბილონის გოდოლის დაშლაში გაიარა, აი და გაივაკა. ანუ რაკნა იცით ეს განწმენდის პერიოდი დაძლია და აი ცირეოდენი მიუახლოვდა ან უკვე იმყოფება განათლების მდგომარეობაში, აი მას შეუძლია რომ დაგეხმაროს რომ აი ეს შენშიც დაინთოს ქრისტეს მადლის ცეცხლი. აი ეს არის მთელი ესე რო ვთქვათ მთელი რა ნაწილი იმ დღევანდელი დღესასწაულისა, რაც შეიძლება ჩვენ შევხედოთ რა კუთხითაც შეგვიძლია რომ შევხედოთ და მე მინდოდა რომ ეს გამეზიარებინა თქვენთვის. გახსოვდეთ რომ მადლის გარეშე, საღვთო მადლის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ცხონება და აქვე ამ წუთისოფეში სიხარული და ბედნიერება. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს სულ ყველას, რომ ცეცხლი, რომელიც ღმერთს სურს რო აანთოს ჩვენს გულში, ანუ ის წყარო წყლისა, ცხოველისა, რომელიც უფალს სურს, რომ მისგან მივიღო და მერე ჩვენგან გადმოვიდეს ეს მდინარენი წყლისა, ცხოველისანი და სხვა ადამიანებმაც განიგრილონ
და დანაყრდნენ მოგლეთ ამ ტკბილი წყლის დალევით და ის ნათელი რომელიც ქრისტე ანათებს და ქრისტეს უნდა რომ აანთოს თვითოულ ადამიანში რომ მე ამ ადამიანმა კიდე სხვა ადამიანებში აანთოს ეს ქრისტეს ნათელი დღევანდელი დღის მადლმა განანათოს ჩვენი გული, ჩვენი გონება, ჩვენი სამშვინველი და თლიანად ჩვენი აგებულება. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ. მრავალს დაესწართ.